მოდესთ გაშლა ვნახოთ ახლა თემა უნდა შემოგთავაზოთ ესეთი პაუზა თუ დასასრული თქვენი საყვარელი თემატიკა და ისევ ძალიან ბევრი მწერთ რომ ეს თემა გავაკეთოთ და ვნახოთ ახლა ვინ ხართ თქვენ მოდი კაი რომ მიხვდეთ რამდენად თქვენი ეს გაშლა ყველა გაშლა საერთო გაშლები არ რეზონირებს ყველასი პირადი გაშლებისთვის ლინკი არის Telegram-ის ქუდშივე და გადავდით და მომწერეთ იქ. ვინ ხართ თქვენ? საოცრება ხართ. შმაკი ამოდის მე-15 მაღალი არკანი ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია პარტნიორზე, პარტნიორულ ურთიერთობაზე, ძალიან დიდი მიჯაჭვულობა აქვს ამ ადამიანის მიმართ. ეს არის ასევე ძალიან დიდი ეჭვიანობის გრძნობა ამ ადამიანის მიმართ. უფლება რომ მარტო ჩემი იყოს, აი დამოკიდებულება იმისი რომ სადმე არ გაგაქცეს, არ დაგშორდეს რამე, არ მოუვიდეს უშენოდ ყველაფერი, ანუ შენზე იყოს დამოკიდებული, ასე ვთქვათ და ემოციური ფონი კონდეს ძალიან დამოკიდებული შენზე, ანუ ამისკენ სწრაფვა. საერთოდ თქვენ თვითონაც დამოკიდებული ხართ ამ პიროვნებაზე ემოციურად, თუ ვიტყვით. ასევე შეიძლება იყოს ამ კარტით ის, რომ ძალიან საწინააღმდეგო სქესში იწვევთ ძალიან ისეთ დამოკიდებულებას, მიჯაჭვულობას, ენერგეტიკა გაქვთ რაღაცა სატანისტური პირდაპირ ვიტყვი და ამას ცუდად ნუ გაიგებთ, ეს გულისხმობს იმას, რომ აი მიზიდულობა შინაგანი თქვენი თუნდაც ძალიან ლამაზი არ იყოთ, მაგრამ ამ კარტით სავარაუდოდ ძალიან განსხვავებული ფიზიკური მონაცემები გაქვთ ის, რომელიც თვალში ხვდება ადამიანს და არა მხოლოდ საწინააღმდეგო სქესს, აი ყველაში იწვევთ რაღაცა აღფრთოვანების თვალები აი უფართოვდება ხალხს რომ გიყურებთ, რაღაცნაირი ძალა მოდის წარმოუდგენელი თქვენი შინაგანი ენერგეტიკიდან, ისეთი რომელიც აი არა ამქვეყნიურია, მოდი ესე ვთქვათ, ეს არის დამოკიდებულება, ასევე შეიძლება ხართ რაღაც დამოკიდებულებაში, სასმელთან მიმართებაში, ალკო დამოკიდებულება, რაღაცა მოსაწევ დამოკიდებულება თამაშის მიმართ, ფსონების დადების მიმართ, რაღაცა ტიპის გართობების მიმართ, აი ესეთი, რომელიც დაბალ ვიბრაციებში გაგდებთ პრინციპში და ეს არ არის სახარბიელო პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ამას თქვენ ძალიან დიდი ნებისყოფა და ძალიან დიდი დრო ჭირდება ამ ყველაფერს რომ გაუმკლავდეთ, თუმცა გაუმკლავებელი არაფერი არ არის უფლისწყალობით ყველაფერს, ასე ვთქვათ, გაუმკლავდება ადამიანი, მთავარია მოინდომოს და იშრომოს და იმუშაოს ამ თემატიკაზე. აი ესე დამოკიდებულ პიროვნებად გაჩვენებენ ადამიანი, რომელსაც დიდი ალბათობით გყავთ თქვენი მეორე ნახევარი და ოჯახი, ასე ვთქვათ, 10-იან პენტაკლის არის ოჯახური სტაბილურობის კარტი, ქორწინების კარტი, ისეთი სტანდარტული ოჯახური მდგომარეობა, სადაც მეუღლე გყავთ. მაგრამ რაღაც ნაწილისთვის იქნება ასევე ის, რომ განქორწინებული ხართ აი ამ სტაბილურობაზე, აი ამ ოჯახურ, ასე ვთქვათ, სიმყარეზე და განიხილავთ თქვენ პარტნიორს, მიუხედავად იმისა, რომ ემოციური ფონი გაქვთ მის მიმართ, დღესდღეობითაც ისევ და გენატრებათ ის პერიოდი, როცა ერთად იყავით რაღაცნაირად იგონებთ ხოლმე ხშირად მასთან გატარებულ წუთებს და წამებს, აი მოლოდინის რეჟიმში ხართ, რომ აი როდის ამოყობს თქვენი პარტნიორი თავს, ჰოპ, მე აქ ვარ. და რაღაცნაირად ხელს დაგიქნებთ, მოგიკითხავთ, სოციალურ ქსელში იქნება მოკითხვა თუ პირადი მიმოწერა იქნება, ან რაღაცაზე უბრალოდ დაგირეკავთ და მოგიკითხავთ. მოკლედ აი ამ პოზაში ხართ, ესე ვიტყოდი, მოლოდინის, რომ აი ეხლა უნდა გამოჩნდეს და უნდა დამირეკოს, ან მომიკითხოს, უკვე დრო არის. და ესეთი მოგონებებს მიცემული პიროვნება ხართ, დამოკიდებულებაც ამ ადამიანის მიმართ ძალიან დიდი გაქვთ და ასევე გრძნობთ იმას, რომ ეს მართალია დაბალი ვიბრაციები გაქვთ ამ ადამიანთან მიმართებაში, მაგრამ ეს რაღაცნაირი ჯაჭვი თქვენი ურთიერთობის არ არის იოლი გადასალახი და ამაზე მუშაობა დაგჭირდებათ ორივე მხარეს, რომ ან შედგეს საერთო კავშირი და აღდგეს თქვენი ოჯახური სტაბილურობა, ან საბოლოოდ დაუსვათ წერტილი ამ ურთიერთობას და მომავლის ურთიერთობაზე, მომავალზე იფიქროთ, ასე ვთქვათ, მაგრამ რთულია შმაკის კარტით, ძალიან რთულ ვიბრაციებში ხართ და ძალიან
არა ამ ქვეყნიური ტიპაჟი ხართ, მოდი ესე ვიტყვი, სილამაზითაც. თქვენი შინაგანი სილამაზე შეიძლება რაღაცა განსაკუთრებული გაქვთ, მომხიბვლელობა, შარმი, ეს წარმოუდგენელი კარტია. ფულის მიმართ დამოკიდებულება შეიძლება გაქვთ, რაღაცა დამოკიდებულებაში გაგდებს თქვენი სამუშაო პროცესი, რომ აი შეიძლება გინდა დასრულოთ იქ მუშაობა, მაგრამ იმდენად კარგია ანაზღაურება და სხვასთან შედარებით პირობებიც იმდენად კარგია, რომ დამოკიდებულს ხდით ეს სამუშაო პროცესი თუ სამუშაოს ვიგულისხმობთ. აი თქვენ თავზე თუ გრძნობთ, რომ არის ეს იდენტიფიკაცია, უყურეთ ბოლომდე, ყველა ვარიანტში ლაიკები არ დაგავიწყოთ, მეგობრებო, ენერგოცვლისთვის იცით, რომ საჭიროა, აუცილებელია ჩემი და თქვენი ენერგოცვლისთვის. წავედით ახლა გავიგოთ ეს ურთიერთობა თქვენ შორის დასასრულია თუ პაუზა. დაინგრაო მაჩვენებს კარტი, წარმოუდგენელი რაღაცა კონფლიქტი მოხდა თქვენ ურთიერთობაში, სადაც წარმოუდგენელი მოკლედ რომ გითხრათ, აი ძალიან მაგარ ამინჩ ზაფხულში რომ აგიხწეროთ ძალიან კარგი სიცხეროა ივლისში, აგვისტოში და ესეთი მოწმენდილიცა რაღაცა მშვენიერი ამინდია და გუნება განწყობა შესაბამისი გაქვს, აი უცებ რაღაცა რომ მოიღუშება განსაკუთრებით ზღვის სანაპიროს ტერიტორიაზე იცის ასეთი უცებ მოღუშვა, რაღაცა ძიდი ღრუბელი, ჭექაქუხილი, თავსხმაწვიმა შეიძლება სეტყვაც მოყვეს და აი რაღაცა გადაასწორებს იმ პლაჟს თუ იმ ტერიტორიას, მოკლედ აი ესეთი სიტუაცია მოხდა თქვენ ურთიერთობაში, რომ აი ესე მოწმენდილ ცაზე, ესეთ კარგ ურთიერთობაში უეცრად დაინგრა წარმოიშვა კონფლიქტი, შესაძლებელია ღალატის თემატიკაზე იყო კონფლიქტი, ამ კარტის თემასაც გეტყვით, ან ეჭვიანობის თემატიკა იყო ძალიან დიდი თქვენ ურთიერთობაში, რომელი მხრიდან ამას აღარ გავარკვევ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ წარმოუდგენელ მომენტში მოხდა ნგრევა თქვენი ურთიერთობის. ნგრევა, სადაც ორივე მხარე პრინციპში ერთმანეთში დებდით და დებდით უფრო ურთიერთობაში თქვენ დროს, ენერგიას, რაღაცა ბალანსი გქონდათ თითქოს სიყვარულის, შეხმატკბილებულობის და ეს ადამიანი თქვენი პარტნიორი წარმოადგენია წყლის სტიქის მეფეთ, ეს არის წყლის სტიქია წარმოადგენს თევზების კიბორჩხალას ან მორიელის ნიშანს, მაგრამ შეიძლება ასცენდენტი აქვს წყლის სტიქიაში უბრალოდ ან თუ არ ემთხვევა შეიძლება ძალიან გრძნობიარე და ძალიან რომანტიკოსი ტიპაჟია, ძალიან ქალთა გულთა მყრობელი. გაშლა არის ორივე სქესისთვის, მამაკაცებმა თქვენ თავზე მოერგეთ. ადამიანი, რომელიც დიდხანს ვერ გაძლებს ისე რომ რაღაცა თაიგული არ მოგიტანოს, რომანტიკა არ დაგიმტკიცოს, ძალიან რომანტიულია, მაგრამ უფრო ბლა 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 უყვარს ვიდრე საქმის კეთება და ზედმეტი ასე ვთქვათ ენერგიის ჩადება მაგაში. ამ ემოციების გადმონთხევა და გრძნობიარობა უფრო მისი სტიქია და მისი შინაგანი წყაროა, ასე ვთქვათ, ის რომ აი მოგთაფლავს 1000 სილამაზეს გეტყვის, მაგრამ ნაკლებად ქმედებებით, ნაკლებად ახორციელებს იმ ყველაფერს, რასაც მოყვება ხოლმე, როგორც წესი წყლის სტიქიის მეფე. ძალიან რომანტიულია და თქვენ ურთიერთობაში ძალიან ბევრ სიყვარულს გამოხატავთ და გრძნობას, ემპათი პიროვნებაა, როგორც ესეთი. დასასრულია თუ ეს ადამიანი ეხლაც გხატავთ მის ოცნებებში. ის არის თქვენი იმპერატორი, ასე ვთქვათ, თქვენი მეფე, თქვენი მეორე ნახევარი იმპერატორი, მეუღლის კარტია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. ასევე შეიძლება რაღაც იერარქიულად თქვენი უფროსის კარტიც იყოს ეს ოჯახში კარტი თუ სამუშაო სფეროს ერთად გაქვთ და თქვენ უფროსის კარტს წარმოადგენს, ან ადამიანი არის თანამდებობის პირი, მენეჯერი, წარმოების ხელმძღვანელი, დირექტორი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ესეთია ბრძანებლობა და მისი სიტყვის შესრულება რომ უყვარს სახლშიც და სამუშაო სფეროშიც, ადამიანი გამოვა კონტაქტზე აუცილებლად. რვიან ჟეზლით გეტყვით, რომ ეს არის ძალიან სწრაფი კარტი და გაშლას მანერაზე ვაკეთებ, რომელიც არის 18 პლუსი კარტი და ბევრს ვერ გაჩვენებ. თქვენი ემოციური ფონი არის ისეთი, რომ ცოტა დანაშაულის გრძნობას აქეთ გაგრძნობინებთ და манипуляციას ჩაატარებს, როგორც მარგი თქვენ ემოციურ ფონზე, მაგრამ იცოდეთ, რომ გაცილებით მეტს იმსახურებთ. თქვენ გაცილებით მაღალი ხართ სტატუსურად ამ პიროვნებაზე, გაცილებით მეტი სულიერი სიმაღლე და ადამიანობაა თქვენ პიროვნებაში საერთოდ. დასასრული არ არის, კონტაქტზე გამოვა ყველა ვარიანტში, ის ხატავთ და ოცნებობს თქვენზე, დიდი სურვილი აქვს ფიზიკური შეხების ასევე. დათვება თქვენ შორის ურთიერთობა მზით აუცილებლად.
დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია რა და როგორ გაგრძელდება.